მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ამერიკის საელჩოს ამაზენის აქციელი, თურმე ის დრო, როცა იდიოტურ ქარდებს აქვეყნებდა და დავცინოდით მოსანანტრე არის, დღეს პროვოკაცია მოაწყო ამერიკის საელჩომ, განაცხადა, რომ თბილისის სამ დიდ ცენტრში რაღაც აფეთქებების მოწყობა, ტერორისტული აქტების მოწყობა იგეგმება და თავიანთ მოქალაქეებს დააფრთხილდნენ. რაზეც ჩვენმა სუსმა განაცხადა და ეს მომეწონა ეს განცხადება, სუვერენული ქვეყნის სუსმა განაცხადა, უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ეს სრულ განგაში იყო, რომ მიმდინარეობს სრულ განგაშის სრულ შეტყობინების თაობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ცხადია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იგულისხმება. პატივისცეს ეს ჩემი პერიფრაზია სუსის კომპეტენტური ორგანოების მუშაობას და შეუთანხმებელი განცხადებები არ გაავრცელოს. ცხადია ეს ყველაფერი რატომ კეთდება შიშის და ქაოსის დათვისის იმედით. ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალისა თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსის, რაც პირველ რიგში მშვიდობა იმის გასანადგურებლად მე უკვე ყველაფერს ველი, მე ჩემთვის ძალიან კაფიოთ არის გადაწყვეტილი რა ქვეყანა ეს და რა უნდა ჩვენგან. ჩვენ რა გვინდა მისგან, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ არ ჩაგვიტირონ ომში და დედა არ გვიტირონ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ქართველმა ხალხმა ერმა ყველაფერი გააკეთა რომ დაელაგებინა დასავლეთთან. დასავლეთ თავად არ უნდა დალაგება, მეგობრებო. თავად არ უნდა. ეს არის დასავლეთის დაის, სპრენგლერი მონაგონია. დასავლეთის დედის ტირილი და ეხა კიდე ერთი ფაქტი, რაც ამას მოწმობს. ევროკავშირის ორი ქვეყნის ლიდერი მიფრინავდა მოსკოვში. ევროკავშირის ორმა ქვეყანამ საჰაერო გზა ჩაუკეტა. ევროკავშირი დაშლილია, მეგობრებო. რა ვიცი, მეტი რა უნდა გააკეთონ, არა, კი, არის გრძელი გზა, 2-3 წლიანი ალბათ, როცა საბოლოოდ დაიშლება, მაგრამ როცა ესეთი რაღაცები ხდება, როცა აი პირდაპირ უყურებთ აი ამ მარაზმს. რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ? რაზე ვლაპარაკობთ? სხვა შორის, ხო, დავიწყოთ და შევაფასოთ ეს მოვლენა, ესე იგი, როდესაც ამერიკის საელჩო აკეთებს ამ განცხადებას, ხო? ეს არის ყოველად მიუღებელი, იმიტომ რომ თუ რეალური საფრთხე, მყისიერი საფრთხე არსებობს, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ ძალოვან სტრუქტურებს, პირველ რიგში ისინი შეატყობინო, მათ შეატყობინო და შემდეგ ზუსტად მათ გადაწყვიტონ თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში, გაავრცელონ ეს ინფორმაცია, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, გამოიწვიონ თუ არა ხალხში პანიკა, ღირს თუ არა იმათ, რომ ხალხი თქვათ პანიკაში ჩავარდეს, არის თუ არა ამ ტიპის საფრთხე, რა დოკუმენტებზე, რა წყაროებზე დაყრდნობით, რა მასალებზე დაყრდნობით არის ეს ეს არის ჩვეულებრივი თამაში, იმიტომ რომ ამერიკის საელჩო გადაიქცა და ზოგადად ამერიკის რედაქცია საქართველოში, ამერიკული რედაქცია საქართველოში ყველანაირი ფორმით გადაიქცა სასაცილო რაღაცა, არ ვიცი, სამწუხაროდ. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მართლა შენ ახსენე აი ქარდებიდან მივიდნენ აქამდე რომ გახსოვს რომ რეკავდით მე ესე არ დამეკავს, მაგრამ ნუ რაღაცა მახსოვს უკვე სკოლაში ბომბიაო, გახსოვს ეგ პერიოდი? რეკავდით? არა, არ რეკავდით, კაცო, მე არ რეკავდი. მე ბომბზე არ დამერეკავს, მაგრამ სხვა არანაკლებს რაღაცებს. ხო და მოკლეს. არა, მაგრამ მაგ ხანდაზმულია უკვე, არ არის პრობლემა. ხო, მოკლედ, მაშინ დამირეკავს რა. სახურავი ნახტებიან თემა, გახსოვთ? ხო, შეკრებილები არა კონკრეტული კონფესიის ხალხი და სახურავი ნახტებიან და ისე რაღაცა. ხო და მოკლედ, ეხლა რაზე უნდა ეხლა რაც შეეხება ერთ სამი რა, განვაგრძობ და ევროპის საკითხსაც და რაღაცა ერთ-ორ კომენტარს გავაკეთებ, მე ყველაზე ისე აი შემიძლია ვიციტი რომ კი არა და პერიფრაზი გავაკეთო ორბანის სიტყვების, რომელიც ძალიან მაგრა გამოხატავს აი ზუსტად იმ შპენგლერის ევროპულ დაის, რომელსაც ორბანი აქვს, რომ ევროკავშირი გადაქცეულია, ევრობიუროკრატია გადაქცეულია ელიტარულ დიქტატურად. ელიტარული დიქტატურა ნიშნავს იმას, რომ ურსულას რაც მოუნდება იქნება მხოლოდ ისე, ამას მოწმობს გერმანიის ყველაზე დიდი და გერმანიის და ფრანგეთის, ევროკავშირის ცენტრის მაგალითები. მან პრობლემებია. არა, ერთი საიმიგრაციო პრობლემებს არ გულისხმობ, განსხვავებას როგორ ექცევიან AfD და ლეპენი რა, იმიტომ რომ თურმე ექსტრემისტულ რაღაცა იმეებს გამოხატავ. კაით რა, მართლა, მეგობრებო, და შენ გინდა რამე დაამატო? ხო, საელჩოს განცხადებაზე მართლა
ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის მანძილზე ამერიკის საბჭოსგან იმდენად თვით დამაზიანებელ Facebook აქტივობას ვაკვირდებით, რომ მეგონა უნდა გააუქმოს სოციმედიას. საიტზეიდო. ხომარო ხიტრად ისე რომ თლად ოფიციალურ საიტზე არდევს, არის ამერიკელი მოქალაქეებისთვის ალერტი შეტყობინება და მაგ ალერტში რაც თავისთავად არის პანიკა უნდა გაუკეთოთ უკან რა. ქართველისთვის ამერიკ პანიკა და თქვენ თუ დააკვირდით ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე მთელი ოპოზიციური აქტივისტური პოლიტიკური ფლანგი რო დაუხდა და აი ესეთი მშვიდობა, აი უკვე ბომბების შიში სპეციალურად გაკეთდა რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა დისკრეტირება რომ მოხდეს რა. ტრამპლინი შეუთქმეს რომ ამხტარიყვნენ ამ ისტერია ხალხაზე და რამე შეინახავ რასაკურვე ვიღარაფერზე ხტებიან. მიმირვარი კატარა წესით რომ ძალიან უნდა გადახდეს. აი უკურე როგორ არის აი დღეს სტატუსის დავწერე. რაც არ უნდა გააკეთო ატომური ბომბი რომ ისცენო. აი მაგერ გამოიყენებენ. შეიძლება თუ არა აქციებით, საელჩოს თუ სხვა ფონდების პროვოკაციებით, სანქციებით, აი ეს დამსჯელი აქციებით, უცხოელების მიერ დაწესებული დამსჯელი აქციებით შეცვალო ოპოზიცია. არ შეიძლება ესეთი რამ ისტორიაში არსებობს რაღაც საფუძველი. ის ზიანი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას კი არა, საქართველოს აყენებს ეს დასავლური ბნელი ძალები, აქაურმა ოპოზიციამ უნდა აიტაცოს და არ არის. აი ეხა ნახე დასავლოს სანამ გავუშვებ მაგაზე ერთი მარტივი პასუხი არსებობს რა შეხედე შალვა ოპოზიცია ყოველთვის ესე იგი აპელირებდა იმ თემით რომ 80%-ზე მეტი აქ ნდობა ევროკავშირს, 80%-ზე მეტს უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ასე შემდეგ. ოღონდ ეს 80% თუ მეტი იყო როგორი უცნაური რო ჩაკითხოდნენ ევროპა პლუს ასეთია შე რომ იგეწოდებინა ინფორმაცია რომ არსებობს ევროპაში ევროსკეპტიკური ძალები რომლებიც ევროპას აი ამას აბრალებენ აი ეს პრეტენზია არსებობს აი საიმიგრაციო აბრალებენ არა პრეტენზია მაგას ანუ აბრალებენ ხო პრეტენზია არსებობს აი შეხედეთ მაგალითად საიმიგრაციო კრიზისს აი შეხედეთ როგორ სისტემას აი შეხედეთ პოლიტკორექტულობას გენდერის როგორც კი შეხვალ ეხა ნახე როგორც ბაბატი როგორც კი შეხვალ ევროკავშირში შენ მეურნეობას ეს არის ხილი ხო ყველაფერი ამას ნახვამდის დაემშვიდობა ამას დამატებული ერთი ეგრე იქნება უეჭველი ხო და ამას დამატებული ეხა კიდე დამატებითი შენ რასაც ამბობ ანუ რატო შეიძლება უცხო ქვეყნიდან მოცემულმა პასმა აქ გაგამარჯვებინოს ხო რატო ქონდა ეს ილუზია ხო თუ გინდა მაგარ პასი ხო აქეთ ვიღაც უნდა დახვდეს ხო ნუ რა აი ხვდები აი მან დაგირყვეს ეხა ჩაანაცოლა პლუს რა იყო ჩვენ 90-იანებიდან ანუ როცა საბჭოთა ტრანზიცია მოხდა გავაფეტიშეთ დასავლეთი ანუ ისე შევქმენით რომ ჩვენ თავად დავიყენეთ არბიტრად თვით კოლონიალიზმი მოვახდინეთ როცა ვამბობთ რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ ჰოლანდიელები და ინგლისელები ჩვენ თვითონ ვამბობთ რომ იმათმა უნდა გადავგვიწყოთ ან ინგლისელმა უნდა შეამოწმოს კაი მოსამართლეობა და მიხდა კუტა ბიჭი მე მეგონა ჰონდათ ეს ილუზია მეგობრებო საზეიმო პირობასო პირადად ჩემგან ცოტნე რაგვარია კუტა კობერძეს კუტას აღარ დაუძახებს შალვა მე ოღონდ ეს შალვადებს და მე დაუძახებ არა ეს ჩემი შეიძლება მეც აღარ დაუძახო მეგობრებო მე მდე პირობას რომ ცოტა ხანი სანამ კიდევ მორი კუტა კვერცხობას არის შემდეგ გადაცემამდე მინიმუმ ხვალამდე მინიმუმ მან რა ვიცი ხვალ შევხედავ კუტა ბიც არ დაუძახებ ნახეთ რა კარგს ამბობს განსთამაქ რომ ახალი არჩევნებიც რომ იყო ამ ახალ არჩევნებსაც წავაგებთ მე განსთამაქ პრობლემა რაღაც სხვაში რაღაც დობის დეფიციტშია და ამ სადაც არ უნდა მიმართო ეს არჩევნები იქნება თუ ბოიკოტი ანუ ახალი არჩევნები ახლა საპარლამენტო არჩევნები რომ ჩანიშნოს ხელისუფლებამ ამას ამიტომ ამ ოპოზიცია ვერაფერს იზამს ახალ არჩევნებში მე მაგაცდა რომ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს მადლობა უღრმეს მადლობა ცოტნე კობერიძე ახალგაზრდა ნიჭიერი პოლიტიკოსი კუტაბიჭი რა თქმა უნდა ისევ იმიტომ რომ ამას ბიჭო რა არის ცი უბრალოდ ჩემი აზრით საცეცები აქვს რაღაცნაირი სხვანაირი ამ კუტაბიჭს იმიტომ რომ ერთი საცეცი რაღაც მოხდა ბლაქვს და მიხვდა რომ კედელია რა და რაღაცა თქვა ან შეიძლება გაბრაზებული არის ამაზე გუბას სარიგიძე მეგობრებო თავი გუბაზი თუ ყავს რა ის კუტაბიჭია მე არა საჭირო იყო კუტაბიჭი იმიტომ რომ ერთი გამოფხიზლებული ადამიანი დავინახეთ რა აბა გულბაზი უნდა
თან მილიონერები უნდათ იყვნენ და თან სოფლე დადიანობა უნდათ და თამბის სორი ხარ რა სოფლე დადიანობა რა კიდე ზოგადად რა თან მილიონერების უფლებაზე საქართველოს კი არა საერთოდ სუვერენიტეტის სიტყვა რას ნიშნავს თუ იცი რომ და ბიჭო ოფისში რო დამჯდა რა რაღაცა ჟარგონი მე კიდე ერთხელ მაინტერესებს მაგიდაზე ბაყვი რატო უდევს შეგიძლიათ გამცეცავაზე იქნებ რაღაცა ცოტნე დადიანზე საუბრობდა და ცოტნე კობერიძეზე დაძიანი და შემდეგი გავუშვათ ახლა იმათ რა ეშველებათ არაფერი просто ეს შეიძლება ჩემი ხათით ეს გავუშვათ გავუშვით და დამოუკიდებელი პროკავშირები აი ეს ვინ არის მოდი ხო არ მეღადავი დაუნიშნოთ ევროპის ვინ არის ეს ხო და ხო არ მეღადავი ეს ცნობილი პიროვნება მოგიწოდეთ კაი всё გაჩენ ეს არის მეგონი ახალი პროკავშირები კაი ახალი просто ისე გავუშვი რომ აი ეს ვინა ბაკბაკდევი არ არის ბაკბაკ 484 ძალიან დაუინტერესდი ძმაო ეს ხშირად მინდა რომ ყავდეს გადაცემა არ გამოდის სამწუხაროდ ხშირად და რატო რაზე დაცინე არ დობს არაფერი ბაკბაკდევი რომ გადაცემა მე დავცინე ფონდი გავშტება გუბაკ ცალგიძე დვა და მე აზრის გიგანტი ის რა ქვია ალექსანდრა კოლონტაი ეკადემედრაც გავშტ არ ვიცი ახლა იმათ რა ეშველებათ მასე რო არიან აული უბაზე ერთ-ერთი დაიშლება ტრამპის ხელმოწერა და ამის ბნე ლამორჩევებს ეუბნებიან უგეშინიათ კაც ტრამპის ხელმოწერას გაჩვენიანი და ამ გონიათ რომ სამი დღეს გავწევთ სამშობლოები არის მათასაც ვაფშე არ ვეუბნებით მაგას რა კომენტარები ახლა გამახსენდა ჩინეთში იყო საცოდავი ჭიის აჯანყება ასე არიან რა არა გააჩერეთ ვერ გაიგო ბაზი რო ნელს გვეძახის ბიჭო მართლა როგორი მისარატოროს კატება და ყვევით რას ვეუბნებით ხალხს იცი რომ ყველა უნდა დააყენოს ვისაც ჩვენთვის ომი უნდა და მტრობა უნდა ვინც არ უნდა იყოს ეგრე არ არის ძმაო სოფლიო შეიცვალა მარტო ამერიკით ერთით აღარ არის სოფლიო რა მართლა და მართლა რა და მაგას ვეუბნებით ჩვენ ხალხს მეცაც ვეთყვით ჩვენ ვნახოთ როგორ იქნება მოვლენები ეხლა ამათმა თუ ეგრე გააგრძელეს ყოველდღე პროვოკაციების მოწყობა საელჩომ და არეულობის შემოტანა ვიტყვით კი არა ყველანი დავდგებით ქვეყნის სადარაჯოზე მართლა და მართლა რა და ფეტიში არა გვაქვს არაფერზე ძალიან ცუდი რამე წერია იქ კონსტიტუციაში ამოსაღებია უკვე კაი ხანია ამოსაღებია ჯერ-ერთი არ არის ეს ევროკავშირი რამდენი ხანი გაჩერდებოდა ევროატლანტიკური სივრცეც როგორი არის და რანაირია ხედავთ რუსეთი ჩინეთი მიდენა რუსეთთან სი ძინპინი ჩავიდა უკვე სად იყვნენ ის ლიბერდებილები რო იძახდნენ რო ლაშას მამა გარდაიცვალაო ხო უჩიჩი და პიცო არ ჩავლენო სად იყვნენ ჩავიდნენ ლამაზად და კოხტად ეკადემეტრაძე სერიოზული კი გავუშვით მომენტში ვფიქრობ, რომ ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ გონია რომ აი რაც გიორგი თქვა დავეთანხმები რა, მოქმედებას აქვს აზრი და მაგალითის მიცემას. ჩემი რუსთაველზე დგომა დღეს სულ რომ მარტო დარჩე, ან სულ რომ სამნი დარჩეთ, აუცილებლად ვიდგები იქამდე, სადამდე შევძლებ რომ ვიდგე სადამდე გადავხდია. და სინამდვილეში ბრაზი არსად არ წასულა. იმატებს და იმატებს ეს ბრაზი და ამიტომაც ქართული ოცნება ამატებს და ამატებს ამ ტერორს და კი, აი სხვათა შორის ერთი მე მგონი რომ მე ვიტყვი სხვათა შორის იმაში მართალია რომ ბრაზი არ იმატებს და იმატებს უბრალოდ ხალხი მცირდება და მცირდება და იმ პატარა დარჩენილ ბაბლში აი რამდენი კაცია 28 თუ 58 ხო თუ 40 კაცი რა ამბავ ციფრებს იძახი კაცი ნუ შენ რაც არის რა 20-ზე ნაკლები მე 20-ზე მეცვა ხო ნუ აი 50 კაცი კეტავს ჭალებში კეტავს აი ამ 50 კაცში ბრაზი მართლა იზრდება და კიდე და კიდე უფრო არა ბრაზი კიდე ის იზრდება ჩვენს მომხრეებში იზრდება რაღაც არის მოსაფიქრებელი ესე არ შეიძლება რა ო ისე სხვათა შორის კალბატონო ეკა ჩვენთანაც იზრდება ბრაზი არა რაღაცა ხელისუფლებას უნდა მოუწოდოთ რომ ბომჟები არ უნდა კეტავდნენ აბა ეხლა მე რო გადავკეტო ჩვენ გადავკეტოთ ყვირილით რო გადავკეტოთ რა უმიზესოდ ცენტრალური მაგისტრალი დაგვიჭერეთ და ღირსებით ვიქნებით ხო არა არ შეიძლება ეგრე რა არის ვიღაც თარეშობს რაღაცა სრულიად გაურკვეველი აი როგორ გითხრა იცი აი ვიღაცები თარეშობენ აი ჰა მაიცა ნახავ ერთი წუთით ანუ ნიკო პომელაურის ლექსი აი ესენი აი გავუშვით აი ეს რა არის ვინ არიან ესე ა თქვენი
ეხლა აი ეს წარმოიდგინეთ ნებისმიერი ცენტრალური ევროპის ან არაცენტრალური დასავლეთ ევროპის ან ნებისმიერი ქალაქის ქუჩაში წარმოიდგინეთ თავარ ქუჩაზე აი ეს ვინ არიან რა ხდება რატო ტყეტავენ ქუჩას უშო და ნიკო გომელაურისის ლექსიკო გახსოვს თქო ეგა არა მადლობთ ხო არა ნუ ეს არის კაი სოფო ხუნწარი არის აზრის გიგანტი გაუშვით ძველი ალბათ პოლიტიკური ველი და პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამე ანუ თუ არ გადავიდეთ პროცესში და სხვა მოცემულობა პოლიტიკური პროცესი იმისგან განსხვავებით რაც დღეს ხდება ქუჩაში იმიტომ რომ ქუჩაში იბრძვის ხალხი და პოლიტიკოსმა უნდა შექმნას პროცესი ხო აი ეს პროცესი თუ არ შეიქმნება ესე ვთქვათ ძალიან გაგვიჭირდება რაღაცების გადალახვა ბუნებრივია თავისთავად მოვა ის რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ისტორიული კანონზომიერებაა რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და სხვანაირად ვერ იქნება მაგრამ ამას კიდევ მეტი დრო დასჭირდება ამიტომ ნიშნულოვანია რომ ველად პოლიტიკოსებმა ალბათ ბოდიში შეიძლება გავკადნიერდე ახლა და ესე მოგიწოდოთ ყველას მაგრამ ნუ ჩემი აზრი ასეთია რომ მართლა სოფელ და რეგიონია რომ სწორია არის არა ეს არ არის საინტერესო ეს ხალი იყო ვინც იყო კი ვიცით და რატო არის ისტორიული კანონზომიერება ამან გაიმარჯვეს ბიჭო ამან რო გაიმარჯვეს რატო არის ისტორიული კანონზომიერება ანუ ხო ხტები ისტორიული კანონზომიერებები არის ძალიან ცოტა ეს იმდენად ფუნდამენტური საქმე მაგალითად ჰეგელის აზრი მარქსის აზრი განსხვავდება ერთმანეთისგან ხო ისტორიული კანონზომიერება კლასების ბრძოლა არის მარქსი ხო თეზისი ანტითეზისის დაპირისპირება და სინთეზი არის ისტორიაში ასევე აგერ შეხარ ჩემი ბატონ ნიჩეს მუდმივი წრებრუნვა აი ესე არის ისტორიული ეს რომელ თეორიაში ზის რომ აი ამ იდიოტებმა უნდა გაიმარჯვონ რა საწერი მე თან ისმენდეს ამათეული პოლიტიკური პროცესი რა არის ან რა იყო ან რა უნდა იყოს აი იმ იდიოტებმა ანუ ხო ამას პოლიტიკური პროცესი თუ არ შეიქმნება გაგვიჭირდება ვინ უნდა შეიქმნა ვის თხოვენ შექმნა ხო მაგრამ კაი დაუშვოთ თხოვენ კაცო ხაბეს ან მელიას ან გვარამიას მაგრამ არა მინდა რა პოლიტიკური რა უნდა იყოს ეს პოლიტიკური პროცესი იციან თვითონ გეგელია გიყვართ თქვენ და გეგელია უნდა გაუშვა რა ვქნა სხვა გზა არა გეგელი ხო თქვენ არ ხართ ახლა პარლამენტში არ გაქვთ მანდატებზე უარი თქვით მაგრამ ასეთი მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის და არჩეული წევრებისადმი გააგრძელეთ მუშაობა რეფორმების გეგმაზე არანაირად არ უთქვამს უარი ამას გავაგრძელებთ კი არა ლელო თქვა უარი მართლა ლელო დავიწყებთ და ასმაგიტებით გავაგრძელებთ ახალი ლეგიტიმური პარლამენტი რომელშიც ჩვენ ყველანი ვიქნებით ევროკავშირის ჰალსტუხზე რა უკეთია მე მგონია გავაჩეროთ ძალიან დიდი ბოდიში შინაარსი ისევ არ უსმენთ ხო არა ხელახლა ჩავხტოთ და მოусმინოთ არა პრობლემა მე მაინტერესებს ეს ევროკავშირის ბროშკა ჰალსტუხზე რა უკეთია ეგეთი სტიკერი შუბლზე მიიკრას. ტატუ რო გაიგეთოს. არა, პატარა, ტატუ, ბიჭო, ტატუ ძალიან თავგანწირვაა. არა, რატო შუაში? ტირდროფის პონჩი, აი რა ვიდო გენგები. პროექტული გენგები. არა, ან თავი რო გადაიპარსოს და დიდი ნიშანი რო დაიხატოს ვარსკვლავზე. ეგრემა, მაგრამ აი აქ რო გაიგეთოს პატარაზე და სელვადორში გავაგზავნოთ. ნუ ამათთან არაფერი არ უნდა. MS-13-ის ეგრევე გადააქციეს შარჟად. მე ვთქვი სერიოზულად პატარა სტიკერი რა შუაში დიდი ევროკავშირის ემბლემა და გაუშვი სალვადორში MS-13-ის ბანდიტებთან და ჰლიანტანზე ვარსკვლავზე გადავიდა. ისინი შეხლებიან და რო ვერ მიხვდებიან რა რომელი ბანდიტი ევროპიანი კისერში ჯოულსონი რო ახატია რო კოცნის კისერში მკოცნი ჯოულსონი ჰენდი და ყველაფერი როა ჩადებული. კი ბატონო გაუშვდა ლიაკა ხოშტარია გაუშვით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები მათ პროპაგანდაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ჩვენი ხაზი უნდა გქონდეს და მიუყვეთ აი ამ ჯილდ ხასიანო დღეს დადო კონკრეტული შედეგი. ჩვენ შევიდეთ როგორ იმოქმედებს. სამი ვარიანტი არის. ერთი ვარიანტია, რომ ნუ მიხვდება და დაიწყებს სერიოზულად რაღაცა ტრანზიციაზე ფიქს, სადაც მე ჯერ ეჭვებარება ამ კონკრეტულ მომენტში და დაიწყებს ახლა ალბათ მაინც. მეორე ვარიანტი არის, რომ ნახევარზომებით როგორც აქამდე აკეთებდა ხოლმე, როდესაც შეტევას მიიღებდა, რომ უკან დაიხევს, მაგრამ манипуляციის სივრცეს დაიტოვებს მაგალითად გამოუშვებს პოლიტპატიმრებს და იტყვის კარგი დავნიშნავ ახალ არჩევნებს, მაგრამ ეცდება რომ დანიშნოს ეს იმ წესებით, რომელიც აბსოლუტურად არ უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა ამას არც ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ მიიღებენ. მეგობარმა აქტმა დახურა ვაჭრობის და გააჩერეთ რა. სხვათა შორის მე გამიშთა ეგეთი აზრი. ქართული ოცნების კრიტიკა შეიძლება მხოლოდ
მარჯვნიდან კი არა. ევროსკეპტიკური თვალსაზრისით. ქართულ ოპოზიციას შევას კი არ ვაძლევ, ამ უბედურებს ამათ არაფერი არ შეუძლიათ. ქართული ოცნების ოპოზიციის ერთადერთი გზა, თუ უნდა რომ არსებობდეს, ოღონდ ამაზე არ ვგულისხმობ, ბაჩო და გური, ჩემო მეგობრებო, არის ევროსკეპტიკური გზა. ანუ ოპოზიცია უნდა გამოჩნდეს და უთხრას, რომ არასაკმარისად ევროსკეპტიკურები ხართ. ანუ მეტი სხვა არ არის, იმიტომ რომ როგორ ვერ გავიგე ერთი ქართული ოცნების ოპოზიცია რო გახდე უნდა იყო უფრო ევროსკეპტიკური ვიდრე ქართული ოცნება არის. ეხლა ხო არ არის ევროსკეპტიკური. ანუ შენ ამბობ რომ ალტინფოს აქვს? არა, ალტინფოს ვერ ვიტყვი. აი როგორც დალაგებულად, ღირსეულად, დასტოინად უნდა უთხრა რომ მეტი სუვერენიტეტი. კი, კარგია რომ ამას აკეთებ, მაგრამ მეტი მინდა. მაგალითად როგორ ერთში გამოიძახე? ხოჭორს ალტინფო არ ლაპარაკობს აულაგებლად. არა, მე გულისხმობ რომ როგორ იცი? რუსული კომპონენტი არ უნდა იყოს. ამ ოპოზიციაზე ერთი 10 ჯერ მეტი წოდნა. ალტინფოზე არ ვიცი რა, საერთოდ არ უყურებ, შეიძლება კარგი ბიჭებიც არიან, არის ბოდიში. უდერად არ მინდა გამოვიდეს. ბიჭო, ანუ ჩვენ რუსული კომპონენტი არ უნდა იყოს. ბოლოს როდის რამე წაიკითხა, ბიჭო, ყოველ დღე არის. აი, უყურე დისკურსი როგორ იყოს? არის ჩინეთი, არის თურქეთი, აზერბაიჯანი. არის დიდი ქვეყნები, არის ევროპაში სხვა ქვეყნები. ანუ რუსული დისკურსი არ უნდა მოგაწევო მხოლოდ. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსულიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ვაჭრობთ ყველაზე მეტი ფული იქიდან შემოდის. და ბევრი რამ იქიდან შემოდის. ტოვარი. შესაბამისად, ხალხო. კი ბატონო. ქართული ოცნების ოპოზიციის ადგილი ეხლა არის უფრო ევროსკეპტიკური. ევროლიბერალური მიდგომიდან ვერ გააკეთე. ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს თინა ხილაშელი. ხო. ვა, მეხმიანება. სანამ არა, ერთი წუთი არ ჩაიხედო, ერთი წუთით სანამ გავუშვებთ. ეს არის. ხო, აი ეს არის. ეს არის დაახლოებით რა კალიბრი, იცი? აი 2014-დან ხომ მყარდება დიქტატურა ჩვენთან. დამყარდა დიქტატურა მყარდება, დამყარდა, მე უკვე ძალიან დამყარდა 2019-ში უკვე გადმოვიდა, აი ზა, უკვე მაგრამ დღეს გავიღვიძეთ შეიძლება თინა ხიდაში. და აი თინა ხიდაშვილი რასაც ამბობს, დასტურია იმის რომ ის ოპოზიცია, ლიბერდებილი ოპოზიცია, ვაფშე აღარ აქვს შანსი. ანუ დასავლეთმა თავისთავი მოიკლა. აი თუნდაც დღევანდელი გამოხტომით რა. გავუშვით თუ შეიძლება თინა ყველაფერი ამის შემდეგ ბურთი ქართული მხარის მოედანზეა. ყველაფერი ამის შემდეგ ოცნებაზეა დამოკიდებული. რატო? ხალხური ჟურნალისტი მეკითხებოდა, თქვენს ეთერშიც გავიმეორებ ამას, რომ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ აი საგამჟელო რაღაცა მოძრაობები მყისიერად დაიწყება, არა, ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან და პრეზიდენტის მიერ აფრის ხელმოწერამდე ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი სიტუაციის შემოგვიმეორებას. აი უყურეთ, ვსო აღარ გვინდა რა მე. ლიბერდებილი როგორ ძალიან რუსები ხო ვიყავით, უფრო სწორად. ჩვენ ვიყავით მე მგონი რუსებზე რუსები. ხო? ანუ აი ეს სიმრავლის აქცია რაღაც. რასაც გვადარებდნენ ასლი ორიგინალის გარეშე. მართლა რა, ანუ ძალიან რუსები. ჩვენზე მეტი რუსები რო აღარ რუსები იყვნენ ჩვენ. ხო. ხო და ეხა ჯერ კიდე აქვს შანსი ოცნებას. ხო, ანუ მაინც ავტორიტარიზმი კი არა, დიქტატურა და ტირანია, მაინც გვაქვს. მაინც ვიტყვით რომ დემოკრატია. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ესეთი საქართველოში ლიბერდებილურ დისკურსს განაპირობებს აი ეს იდიოტი ადამიანი და ესეთი იდიოტები, ასკიკილად რომ უნდა ვიხტუნაოთ და რაღაცები და აღარა ოპოზიციას დასავლეთმა საკუთარი თავი მოიკლა. აი ეხლა მაგალითად დასავლეთი აი ეს არის აი ხა სალომე ზურაბიშვილს გავუშვით მეგობრებო და აი ეს არის დასავლეთი დღეს საქართველოში კი არა ზოგადად აი ესეთი იდიოტის სახე აქვს გავუშვით ყველა ერთად ყველა საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისი 26 მაისი ჩვენია 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს რო აღია ყველანი მართლა მთელი ქვეყანა სრულიად საქართველოს ერთად 26 მაისს. და რა 26 მაისი მარტო ამათი რო არის და აი ასეთი ემისრები ყავთ, აი ესეთი აგენტები რა.
რა გინდა სალომე არარსებული სუბიექტი იბარებს ალბომს რა გლუს ჩაიბარა იქ არარსებული პაატა ბურჭულაძე არარსებულ სატელეფონო არჩევნებს ატარებს ანუ ცირკია თავიდან ბოლომდე და არის ო და არ არის სასაცილო ცირკი იცი როგორ არის ცირკი ეხალ კლოუნი ასტალის რა ცირკი წავიდა კლოუნები დარჩნენ ანუ ეხ ბავშვობაში რაღაცა ქვიშისგან ხო აგიშენებია სასახლე ხო წარმოგიდგენია რომ იქ მე ერთი სამეფო მეორეს ებრძვის ანუ მაგ მდგომარეობაში არის გადასული ქართული ოპოზიციური პოლიტიკა არარსებული არჩევნების ეგეთი რა ვთქვა ჯიხურის ტელეფონების ჩატარება და არარსებული მეგობრო გაუშვათ სალომე სამადაშვილი როგორც ძაღლისკუდი არ გასწორდება და არ გათეთდება ყორანი არ გათეთდება ის ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითაო ასევე მის სისტემში მიშას სიყვარული არ განელდება გაუშვით სალომე სამადაშვილი ვფიქრობ ასლანებაშიძის გან გახსნა მაშინდელი ფონის გათვალისწინებით, როდესაც უბრალოდ სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშ რაღაცებს აკეთებდა აჯარაში ასლანებაშიძე, ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება საქართველოს სახელმწიფოსთვის და გვახსოვს ცნობილი გამოთქმა, რომ ცნობილი სიტყვები, მე მგონი სააკაშვილმა თქვა, რომ გაიქცა, ასლანი გაიქცა და აჯარა თავისუფალი. გააჩერეთ. მეგობრებო, ვინც არიცით? ახალგაზრდა ლიბერდებილო ბავშვებო და არალიბერდებილო ბავშვებო. ავანტიურა, რომელიც ჩაატარა 6 მაისს 2004 წლისა 6 მაისს სააკაშვილმა აჭარაში დასრულდა უსისხლოდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა წაიყვანა ასლანი. პუტინმა წაიყვანა ასლანი. პუტინმა აჩუქა ეს მშვიდობა მიშას. პუტინმა აჩუქა როგორც ჟესტი კეთილი ნებისა, რომ ვითანამშრომლოთო. და შემდეგ უკვე უთხრა, ეს ცნობილია, რომ ესე კარგად ჩატარდა, მაგრამ არც აფხაზეთში და არც ოსეთში ესე კარგად არ ჩატარდებაო. ისტორიული ფაქტია, ჩამოვიდა ივანოვი, აი შევანაძე რო ვითომ გადააყენა, რა ვითომ მაგან გადააყენა და წაიყვანა თავის თვითმფრინავით ასლანი და დამთავრდა ყველაფერი. კარგი. მეგობრებო, დღეს თამაშია, მითხარით თამაშია. PSG Arsenal ნახევარ არა Arsenal-ი და ნუ დიდი იმედი გვაქვს რომ საფრანგეთი ინგლისს თამაშობს. არა. ოლ კვარას ბალეში ყოფ მთელი საქართველო და იმედია ამიტომ 4 წუთით ადრე ვამთავრებთ გადაცემას და აბა ყველა ნერვიულობდა ბალეში ყოფ კვარას ნახვამდის. კარგად.